საწვავის მოხმარება არა მარტო ბიუჯეტის, არამედ ეკოლოგიის მთავარი პრობლემაც არის და ჩვენ მთავარ თემას უბრუნდებით. გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოქრიშვილი გვერდება ეხლა. საღამოშვიდობისა ბატონ გუჯა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ვიცით, რომ სამიტი მიმდინარეობს ნიუ-იორკში ამ წუთებშიც. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი უნდა გახდეს. რომ საქართველოს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსებით საკუთარ თავს, არამედ სუფთა ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებელი გახდება მთელ რეგიონში. მსგავსი სახის განცხადებებს ზოგადად ეკოლოგიის მხრივ თხილი განცხადებები მოყვება ხოლმე გარემოს დაცველების მხრიდან. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? როგორია ოქროს შუალედი, ისე რომ არ დაზიანდეს ბუნება და სახელმწიფო ინტერესებიც მათ შორის? მოგესალმებით. დღეს მიმდინარეობს სამიტი, სადაც მთელი მსოფლიო საზოგადოება ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ სათბური გაზების ემისიის შემცირება ეს არის გლობალური პრობლემა. ამიტომ ყველა ქვეყნებმა დღეს განაცხადეს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან უკვე კონკრეტულ თქმედითი ღონისძიებებზე, ანუ აქ არის საყოველთაო ვალდებულებებზე ლაპარაკი, რომლებსაც უნდა აიღონ ამ ქვეყნებმა. წლის ბოლოსთვის დაგეგმილი არის მხარეთა შეხვედრა ლიმაში და შემდეგ 2015 წელს პარიზის სამიტზე მოხდება ამ საყოველთაო ვალდებულებების განცხადება და კონსენსუსის მიღწევა, რომლებსაც მერე გახდება სავალდებულო როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, განახლებადი ენერგიებზე ხელშეწყობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ენერგიის მოხმარება დაახლოებით 80% ეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იფარება. აქედან გამომდინარე, თუ განვითარდება კიდევ უფრო ეს სექტორი, ჩვენ შეგვიძლია რეგიონში კიდევ უფრო ხელი შეუწყოთ განახლებადი ენერგიის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს ამ სათბური გაზების ემისიის შემცირებაში ჩვენი წვლილი შეტანა. კი ბატონო, ვიდრე ამ საკითხზე პირველი კითხვა სწორედ იმიტომ დაგისვით, შეიძლება ჰესების შენებლობა არ იყო სამიტის მთავარი თემა, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. მე ამიტომაც დავსვი კითხვა ოქროს შუალედთან დაკავშირებით. იგივე თუნდაც ხუდონთან დაკავშირებით მრავალჯერ ისმის ეს კითხვა, ეს ოქროს შუალედი ნაპოვნია თუ არა თქვენთვის? ოქროს შუალედი უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით, ამიტომ ამ პოტენციალის განვითარება ისე უნდა მოხდეს, რომ დაცული იყოს ეს ოქროს შუალედი, რაც გულისხმობს, რომ მოხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შემდეგ უკვე ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დაყრდნობით დაისახება ის მიზანი, რა არის მისაღები, თქვათ, იგივე რა აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს შესამცირებლად, მაგრამ ეს სექტორი თავისთავად ცხადია, რომ უნდა განვითარდეს და ყველაზე დიდი პოტენციალი ჩვენს ქვეყანას ამ სექტორში აქვს. აქედან გამომდინარე, ამიტომ მუშაობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ჩვენ იმ სტრატეგიაზე, რომელიც ყველა სცენარს მოიცავს ამ კუთხით და ამის შემდეგ უკვე მოხდება იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. კი ბატონო, თქვენ სათბური აირების ზრდაზეც საუბრობთ ატმოსფეროში, ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა ამ სამიტის ფარგლებშიც. ამ გამონაფალკოებზე დაწესებული ლიმიტი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს მხრიდან მთლიანად არ არის ათვისებული, როგორც მე ვიცი. ამიტომ დღეს საქართველოში ექსპერტები მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომ ხომ არ იქნებოდა უპრიანი, რომ ეს გამოუყიდებელი ლიმიტი საქართველოს გაეყიდა. როგორი ამ თემაზე თქვენი პოზიცია? გეტყვით, ანუ ჩვენი ქვეყნის ზომიდან გამომდინარე და თვითონ ეკონომიკური სექტორის განვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს ლიმიტი არ გვაქვს ამოწურული. ამიტომ ზუსტად 2015 წლის პარიზის სამიტის თემა ის იქნება, რომ განვითარებადი ქვეყნებით შეუერთდნენ, ანუ აიღონ ის ვალდებულება სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან დაკავშირებით და ასევე მიდის მსჯელობა იმაზე, რომ განვითარებად ქვეყნებს
მიეცეთ წვდომა იმ შესაბამის ფინანსურ რესურსებზე, რაც ასევე გულისხმობს ამ ლიმიტის ფარგლებში, თქვათ ეს ლიმიტი რომ გაიყიდოს და უფრო მეტი დაფინანსება წამოვიდეს. ამერიკის მთავრობის დახმარებით ჩვენ ვახორციელებთ ეგრეთ წოდებული დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე ვმუშაობთ, რომელიც დასრულდება 2015-ში. ჩვენ კოლეგა სამინისტროებთან ერთად ეს სტრატეგია მოიცავს ზუსტად იმ ეკონომიკის ყველა იმ სექტორის ალტერნატიულ ხედვებს, რაც შეეხება სათბური გაზების ემისიის შემცირებას და ამ სტრატეგიის დააყრდნობით უკვე ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც 2015-ში უკვე შეთანხმდება პარიზის სამიტზე, ჩვენ საქართველოს ექნება წვდომა და აქედან გამომდინარე, რადგანაც ჩვენ შეიძლება ვერ ამოვწუროთ ეს ლიმიტი, შეიძლება იყოს მსჯელობა იმაზე, რომ როგორ შეიძლება ვთქვათ ამ ლიმიტის გაყიდვა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელიც აქამდეც მუშაობდა, ეხლა მიდის ლაპარაკი, რომ ზუსტად ეგრეთ წოდებული მწვანე ფონდი, რომელიც ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის, ანუ შესაბამისი ფინანსური რესურსით აღიქვამს. ძალიან დიდი მადლობა. ელგუჯა ხოყრიშვილი გვერდებოდა, გმადლობთ იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. გამკაცრებული რეგულაციების